აიცა, ვადართ 1-2 როგორ ისმის? Mic check. გამოჩნდა სახადა. ეს შევადაროთ და დავიწყოთ. აიფო დავუწი ამას. კი ისმის. თან ხომ აღელი ხო არა? ბიჭო, თუ ვილაპარაკე, დავაპაუზოთ ხოლმე. დავაი. 3 2 ვიწყებთ რეაქს. წავიდე. კი. მოვედი საქმეზე ჩუმჩუმელა რო დავიწყო ფენომენალური აი ვიდეო. საჭიროა ხა გვიწდა ხდება TikTok-იდან, ხო? კი, TikTok-იდან ვიწყდება. დააბულობე ზიკი დააბულობე დიდი ტოპო გენაცვალ. მეგობრებო გაუსი მოვიხოდები ახლა მოიცა ჩუმჩუმელა MC ნინძარო დავიწყო ფენომენალური ვერსის კინძო ამარა საჭიროა ეგრევე ვხვდები არა გაჩნდები ეს მოიტანა თქვენი გათიშე მაიცა ჩემი გოათი, გარები კარგად. მოიტა რა Let's go, VR სამხვალო. Let's go. VR არა ეგეთ ტელეფონი დეციდის მარტო. ეგეთ VR. არაფერი ადეს. კამხადაო, ხო? კი გადავა. არაფერი შეიძლება. ეს პრობლემა პროვა დაიქცე. ბოლო შეიძლება სიგნალეში. ეს უკვე სხვა ბაზარია. აიდა. დაბდელა. ხოლმე დაბდელა. აი ინსტრუმენტალია ვიდ ბოლომდე. მოვედი საქმეზე ჩუმჩუმელა MC ნინძა რო დავიწყო ფენომენალური ვერსის კინძო ამარა საჭიროა აქ ეგრევე ვხვდები ჩქარაციზა დრაკონი ღრიალებს არ ვიცი მე ვინ გააღვიძა ცეცხლი უკიდია უკვე ყველა შენობას აწიზა და აღარა აქ ამათ ერთობას ნომები განწირულები ითხოვენ შენდობას მარა თეთრი მგელი ამბობს you shall not pass hey მოსემბო ხიხმა გაჩითა გარემოს ზაფაუს დამხმის განჯისამ გარემოს შენ პატარა გნომებს თავი დაანებოს კიდევ გიმეორებ და უბრუნდია ჩვიდა სამეფოს ილუზიები არასაც შენამ თემიდანელი ხუდიაც მოეფინა ჩემი ნათელი მოეშვი ჩემ ფოზე ხარ სქელი და ნელი როცა მევბაზრობ ბაუნსობს მთელი კარტელი ბილეთი გაყიდულია აქ უკვე დახარჯეს ფული სხვა საქმე არ მქონდა გადავყარი კათხარებული ფლოუ მახვილია განადა ნაგავა პეგული და როგორც ხამეს ჩემი დისვა შენ ხარ გათავებული შენ მიდგახარ ფონზე მიდგახარ პროსტა ფონზე მე მოლაპარაკე ცეცხლი ვარ შენ პროსტა მოსე რეპს ბოდიალო ბიჭო მოდი ცოტა გონზე ნებისმიერ დროს გადმოყვები ოქტაგონზე ვაღიარებ რო გარკვეულს კილებს ფლოპს ოხერი მარა აზრი თუ უკვე ჩავაქრებ ბოლო ღერი შემოვედი თამაში და სხოდუ კროსოვერი მეთქი ფუცარდა თუ პოზო ხელი მიჩიტები მუდამ კაი პერსონით და ვინც გამგონია ჩემსას ისევ გაიგებს მოდი თუ შემწინააღმდეგ დადე უკან აიღებს სონი ვიც რო გასასწრებს ვიწრები ალენა ივერსონი ოსტება ამოსე ფინალში რო განახат გასული არა როგორც არტისტი ჯერ არა აზრდასული თავს გაგახსენებს ხოლმე ხანდახან წარსული რა გალერის დასვა დღეს თვითონ არა ხარ დაცული დრაკონმა გაიღვიძა ავია კრინჯობსო ბრუტალა მოვიდა რო კაცი გაგლიჯოს კიდი აყლეძე უნდა გაგიჩალიჩო სუნთქვა გაასწორე თუ არა და ბრაკი ხარ ბიჭო აღარ აღიქბევა ფავორიტად მედმოსიაწი რელიგიაზე და ქართულ გენზე პედობს ეს კაცი მე არ ვფიქრობ თვითონ თვემდე როგორ მეყოს ხელფასი და მადლობაცას არ ვაშფანა როგორც მეოთხე დასი რასაც გააკეთებ შენ მე უკეთესად ვიზავ და მოსასვლელად თუ მექნება მისა აგრესიულია პეტრი ტრეკი თურმე სევდალიზა კამერას თუ უკეთდება ლიზა მრავალ მარცვლიანი რითმები ეს არ არის შენი და მაგარი MC ბიძე მაგარი შევიდა დამსახურებულად ვიყურები მაღალი ზევიდან არ გამოვა ჩემი ჩამოწერა ანგარიშებიდან მე ხომ აქამდე პროსტა კარგად არ დამიდენია უნდა აგეთო დასკვნა წინა მაგალითებიდან რა გეგონა დღეს როზეციური მამაგიშველიდან სუდად ლოცულობდი გავარდი თემიდან უნდა დაგედონე მარა ვერ დაუდევი ეხა რუკ კარდინალს ნამდვილ მეტაურს ვდები ამ საიფერში ენას ნუტენი შენი ფრენჩების მარაგია ყლე და მუტელი ახალაინს უნდა ახალი ყნოსი და მე მიკრო რო გაუკეთო მასას გიპნოზი არა მოსე ჩემზე დიდი არ არის ბოსი მე ვარ რითმების ბრძანებელი კათალიკოსი მუდამ ჩემი არის ფლოუ მუდამ ჩემი არის რითმი იმიტომ რომ ფეიქ სცენარებს მირჩევნია რითმი მოსესაც არა უშავს და ამიტომ შეიქმნა მითი მარა ჩემ ფონზე დაბატარავდება ბეიბალითი სრიალებს იგით ეს ბიტია სუყინული შენ არ გაქვს ცუდი რითმები არ ცუდი რო არასულ ხო გეკდებოდა 5-0 თუ ხარ ჩემზე მეტი მხოლოდ ჩემზე მეტად სტუდიური მე შენ სცენის უკან კითხე ომი გინდა თუ მშვიდობა შენ აირჩიე ომი აქ არავინ არ დაინდობა და სცენის უკან კითხე ომი გინდა თუ მშვიდობა შენ აირჩიე ომი ჰამოყევი რაყლე გინდოდა საღო ოტო გოაც
დაბლეუგაცინ არის და სად არის? ოცა რა რითმები აქვს აი დაუკვირდეს მომეჩი და 4 მარცვლიანი რითმები 4-იანი მე 5 მარცვლიანი რითმები იმედი არის მოდამ დროს გიჟია 4 მარცვლიანი რითმები მთელი რაუნდი მომენტებში 5 მარცვლიანი რითმები ერთი ზედიზედ 2 ბარი ქონდა 6 მარცვლიანი რითმები ძალიან საკაიფო მოსასმენია crazy shit crazy საღო ამ ტოტოს რითმები არის იმენა shout out-ი ჰაეც აწერია ჰით ვიც ახლა გეაცვალე მადლობა რომ შემოხვედი კარგია არა ძალიან ბიჭო ტოტო გეაცვალე ბიტი ძალიან საკაიფო ძალიან მაგარი. ტოტოს ლირიკა ძალიან ტოპ დონის ბიტი არის ტოტოს იმენ იმენა საბაუნსო ჯიპიდან ამოიღო ტოტო ეს ბიტი და გადმოაგდო აქ აი ძალიან კაი ბიტი იყო და მაგრამ მევასება ტოტოს რითმები ძალიან კაი ძალიან სასიამოვნო მეტი წეროს ბიჭო მეტი წეროს და დაიმახსოვროს კაია შევადო რომ გიხსნით საცურად შეგვიძლია შევქმნათ ხმაური let's go მედმოსე ეხლა განახებთ ტოტოს არჩეულ ბიტზე როგორ უნდა იყო ტოტო let's go გიგი პირველი რაუნდი მაგიტო იყო იგი მაგარი ტოტოს აურჩევია ეს ბიტი შემგან ხალმარცხნივ დარქ Yo, ბიტი დიმედამევასა Yo. შენ თუ გეძახიან ხეირობს ყველა მე კი ვიმღერე მუქთა როგორც დელიო დელაზოგი მეუბნება რეპენელიო ნელა მაგრამ მეზარება რეპი როგორც ნერიოს ქნება განა რთული არის გარეპვა ესე მაგრამ მაინც უნდა მოვიმიზეზოზე პირი შემეზარა იყავი დრაკონი რამდენიც კიდა წერე მაგრამ ვერ იქნები მუქთა ვირივით ეჭვი თუ შეგეპარა მე თუმბაძა ვენ განა ვერ წავა რაღაც არ მახსენდება რუსი გადა მე ჭამა ბიჭო გაჩერე ენა გადადე ჭამა შენი ენა კოპტერი ტრიალშია მამა ვერაფერს მიაღწევ მაგ მუქარით ჩემო უნდა გაგზნო ბინო ჩემი უდარის გემო დაგადგება სოლო ლაკის უბანის ზემო ისე დაგასიებ გერჩინოს რო ფუტკარი ცემო ამან განადი და ამანიტა ჰამაკიდან ნამდვილი რეპი საქართველოს დედაქალაქიდან ჭამა აღარ გინდა გადავიდეს ზღაპარიდან მოკალი ყველა პირადი თავ გადასავალიდან მეტი ვიდრე მუქდა და მეტი ვიდრე მედმოზე მეტი რეპე რუთან და მეტი რეპე ბენდოზე მეტი რეპერაზეც გინდა კიდე მიდი მერას მეტაკები სერჯეის მოუგე დიდი შენი ბაზარი ბენზოდიაზე პინებია ისე კენი ერთხელაც რო არ დაგიზეპირებია ქალბატონებო და ბატონებო დღეს უპრეცედენტო შემთხვევის მომსწრენი გავხდით PvP Flows ზაპასკამ ტექსტი ბოლომდე ისწავლა ნახოთ რა სიზავში შემდეგ რაუნდებში რამდენად დიადი MC-ა მისთვის მედმოსე ნუ თუ მაინც დაავიწყდება ტექსტი მიუსაფარი რეპერების დონაციის ლინკი იხილეთ აქ შენ კი ნახე როგორ უნდა რეპის კეთება მასევასება მედმოსე მაგიტო მე ვიფერება პატივის ცემაქება დიდება ფერება და მერე ჩემთან ბეთლია მისრული ბედნიერება ეს მუქდა მჭამელი ეს მუქდა ხორა უნდა მუქდა კუბოდაში მუქდა წოლა მაგრამ მოსწრებს მომენტი დუდუკი კეიპი კალები და ვიზუალი თარისი დიდი გამყინვარებიდან მაინც ეს TikTok-ზე მქონდა ეს მომენტი ნახე და მაგრამ მევასება ნიერება ეს მუქდა მჭამელი ეს მუქდა ხორა უნდა მუქდა კუბოდაში მუქდა წოლა მუქდა ვინო დუდუკი კეიპი კალები და ვიზუალი თარისი დიდი გამყინვარებიდან ოდე ტროტუარი და ვაბიჯე ვინც უნდა გაგიჟებული აცადე ერთუთ ლაინ დაიჭირე ვიზუალით არის CD დიდი გამყინვარებიდან CD საკაიფო ვორდპლეია კი კარგი ხოდაში მუქდა წოლა მუქდა ვინო დუდუკი კეიპი კალები და ვიზუალი თარისი დიდი გამყინვარებიდან ოდე ტროტუარი და ვაბიჯე ვინც უნდა გაგიჟებული ხოს უყველა გავაგიჟე კლინკებს იქნებ მაინც ვერავინ ვერ გადათიშე და მიძახე ნაინა დღეს კარატეში გავარჯიშებ დეკი კარში მერე მომიტანე წყალი მაგრამ გამიბლატავებია პატარა ნაბოზარიშე გევასება მოსე მაგრამ გააგორე ჯარიაცი კიდე შეგაგინებენ და მრავალს და ეს წარი აქ იციან რომ ტოტოთი გამოდნებოდა ფულები და მაგიტო მოსმენენ ასეთი პირდაღებულები ხალხს უყარს ხო იცის ანახაობა პურები ისევე როგორც ტოტოს ევასება რუსი ჩურები ნუ ძალიან ნუ გაიბედებო მისი შესაფერისი პანჩები უნდა ეძებო მისი შესაფერისი არის ეს შედეგები რაღა გავაკეთო მართლა ბალეც ხო არ ვეცეკვები ტოტო შემოსიარული ანეკდოტო მეტი როგორ დაგითმო და მეტი როგორ დაგელოდო მეცადინეობდა გიოგუშინ დაღლამდე რომ დაემარცხებინა ტოტოს კიოგუშინ კარატე ჩათვალე პატარა საიდუმლო გაგანდე შენ წაიღე კარატე და კლეზე გადამახატე მოისმინე ჩემი ვორკილი მოისა შენი რეპი ჩემი ხარჯვა დროისა მოდი ერთი შეხედე ამ გოიმსა როგორ უნდა ტიპს იყოს ანატოლი ბოისა რატო არ ხარ გამაში ენატლიკინა ცეტო კარგად იცი გაგაკლებებენ იგზა ალათა ლედო აქ გაგაკლება თაირომ და გაგაკლება კამიმ და ვისაც არ დაეზარა ყველამ გაგაკლება რავი შეხარ ახალ პედა რეპერების ბარაკა და ხვავი არც ერთ ემსის არ გამორჩენი ხარ მოსატყნავი რა ნახე ამ ბეთლებში რა ხარ უნახავი რაც არ არის შენი ბიცი უნდა დაანებო თავი საღო პიკ სინემა აი რო თქვა
რაუნდის წინ რომ ტოტოს ბიძზე ტოტო როგორ უნდა იყო უნდა განახოთ თუ იმენაში ასრულა მე ტოტო და აი. ტოტო ორივე ტოტო იყო და საღოლ 4-იანი ძალიან საკაიფო რაუნდი ten ბიტი სასწაული და ორივემ ძალიან მაგრა გამოიყენა ეს ბიტი ძალიან ფენომენალური იყო. აი ეს იმენა მეოსება ეს ბეტლა სხვა ვერც ერთი მეჩაპი ვერ იქნება ესე რომ გამისწორდება როგორც ტოტო და მედმოს აი საღოლ not even close ისეთ მაღალ დონეზე არიან ორივე. აი not even close სხვებთან შედარებით ვამბობ რა. არა აი პირველი რაუნდი იყო იმენა ცეცხლი ტოტო ხო ტოტოა მაგრამ აი ტოტო სტილში რო ესე შებერა პროსტა ძალიან მაგარი იყო his shout out გაგიკეთეთ 1-5 წუთის წინ გასული იყავი. გადაახვიდე და დახე. всё, მადლობთ. დავი ჩარტი. პიკია, ვაგზეთ. Don't. სეზონის ჯობო ტრიანსზე ზამბია. მე უთხე სეზონი მე MC ჩემგა ხელმარჯვნივ Let's go. ნიკი ეს რა გამიკეთე ნიკი აქსაიდო ეს რა გამიკეთე ნიკი რაღა მაინც მე მომაწოდე ჯოისტიკი ეხა ვითომ თავი მაქვს მიამასთან ქილიკის მარა შეხარ ერთი გასროლით გადალახვალიკის მოსეულ ღირსეულ ესი რა ინდია კამელოტის ჩემი პანჩებია შინობის გვიან ღამე მოდის არელოდი წინაზე და არხეს არელოდი მოკასმენინო ის რაზეც გაჭედა ვემოდი ვიცი ესენი ჩემ გასულელიან ერორს სულელები ელიან რო ქულები არ მეყოს ავიღე კალამი რო ფურცელი დავსერო მე მიკეთია ცები ამას უკეთია პერო ჩემი მუცელია პლოსკი შედი მუცელია სპერო მე შემილია ყველა შედი ძუკა დავასელო გაჩერება მია მარა უნდა გავაგზელო ერთი მოსუნ თქვა უკაცრავად ზემბომე მაგ ნამდვილი ბრუტალური თუქსურს რები ინა ქართული და გინდა რუსულები დაჭიმული პრესი დაჭიმული მუსკულები მიხმობე შენი ძუკნები სუბსკრულები ეი ნახე ფლოუ ნახე მგოსანი ვითომ უკეთესი რიტმების ხარხელოსანი მოსენი ჭიერია არ უნდა წაგეგო ძამი უნდა წაგეგო სეზონი ბლად უნდა წამეღო სამი შენი ცივარ სოლოლაკელი და იცი ეს სოლო ამკვლელი მე ვამცირებ ძუკნებს აი ნიდან მუდამ მათ ვამცირებ როგორც არკელი მოსე ისვის მარა ვერ სვავს მიზნებს კი მძიმე წონა ამარა მე ვერ გამიძლებს მიკროხელებშია ენერგია ყველა მისმეს მე ტეხავი ატაკს და ტეხავ კისრებს ეი ჩემზე მეცელიან ბეთლიდან პროცენტს ფლოუ და რიტმებით MC მაოცებს შენ გინდა მოსე მარა მოსეს მე უნდი ვარ ბეთლი გადმომცეს ამ ხარს დამაცოს მოუდარ ქები არა არ დამატოლო ფლოუ და რეპი მე შემოვდი ვარ შენ შოუდან ხრები როგორც უგანახედვის სარკეში სლოუ ქარები ხო და მე თუ ვიქნები შენ არ იქნები ხოძე და აგდენ პითორე დაიღლები მოსე დამიდევ იმასიანი დამიდე გიბსონზე და მოდემი რეჩებ და ჩემი ლაინები ყნოსე გავისყდება გადაყლაპა მგონია ბები მოვედი პრაიმში არ ქონია ბედი დეკაიფები თან მელოდია სხვები ვაკეთებ შოუს გელოლია ვები საეჭო MC გვერდზე საეჭო ბანდამ მეჭედოგანა მეტო მოხვედი რომ ეთამაშო დაჭერობანა შენი პანჩებია ცხვრები უნდა დაუჩეხო ფარა მე მაგ რიტმები ისეთი რომ ატროფს თელიერი მე რო რითმო შენი ყურები ამ დროს ბედნიერი უნდა ნახო სეირები ადრე ვიყავი MC ეხა დრაგონ სლეიერი ჩემთან ბიტზე როგორ უნდა კონდეს დიალოგი მით უმეტეს მე თუ გავიჩით ეხოზე მინდა ომი შევეცი პაჩებს მარტო ფლოუ მოგერია მგონია წი უნდა შეეგუო შენი ნომერია 2 დრო არ მაქვს მოსვენების მოდის ფლოუ ბრაზიანი მოსემედის ბიჭო დამოკლება ჯობსენების თქვენს რო ბრუნდება ეპოქა მოსმენების მთელი სეზონი კამარი კონცერტები ხელზე გამაზული თავანი და პროცენტები ხო და თუ არა გიხდა ეგოცნებები მოდი ჩამხადე ტრაკზე და მკოცნე ბევრი ვინ როგორ შემაფასა ვინ რა თქვა ჩემზე არ ვიცი მაგრამ მინდა კიდე დვიჟენია დამაგლიჯე თქვენი ცხრიდან ცხრა და დამიწერეთ ხიშტების პრემია სტილი ვგიშტები ჩემია საკუთრებაში მე მუდამ აქვარ და ვარ თემაში ორიგინალს ხარშავ და ვადუღებ თავში ჯიბეში მოსაბარად ხელს აფათურებს ბავში ვიდი მიდი რიტმით დევს აქ დიდი ვიცი რისთვის ვიტმინე მაგ რიტი ინდივიდის ვიდი მეტად შვიდი ინდიმინდი პინდი პერაჩინდი ბოგოს მაინც აბადელადელია საგო დააბაგარია ხო ბიტი იყო ცოტა უფრო დაბალი ენერგიით რა კი მაგრამ თორე ტოტოლები ტოტოს ლირიკა და რითმები ისევ ტოპ დონეზეა ტოტო არის ნავი დინარეში დინებას მიყვება ნამდვილად არ დინებას არ მიყვება კაც ნავი არ მიწვევს სორფერი ტალღებს რო იმორჩილებს კი ბატონო ტალღებს იმორჩილებს კარგიო საღო უბრალოდ სათვალე მოიხსნა საკა უბრალოდ მიხვდი ხო მოიხსნა და დაცხება მაგ სათვალეში საღო ანუ სეტაპებს რო უკეთებს და 6 ლაინი რო ზედიზედ ერთმანეთს ერითხება და მე 6-ეს ბოლოს პანჩ ლაინია და
და მერე როცლი რითმის სქემას, იმიტომ ჯდება კარგად, რომ punchline-ის მერე აღარ ელოდები იგივე სქემას. ანუ ხვდები რომ მორჩა ეგ თემა და ბევრი რამდენი მომისვენია შუა გზაში როცლის რითმის სტრუქტურას და სხვა სიტყვაზე ურითმავს, მერე შეგრძნება რჩება რომ რითმა გამაზა ერთი ლაინის განმავლობაში, სამ მეორე დაეწევა. და ეს აკეთებს ძალიან მაგრა, იმიტომ რომ სექციაში მომთავრებს გადადის. სექციაში მომთავრებს გადადის. ტიპის baseline-ი არის 4 მარცვლიანი რითმა. Baseline-ი 4 მარცვლიანზე ხოვით არ ჩადის და 5-იანი და 6-იანებიც აქვს, რაც ყურისთვის ძალიან კაია. ძალიან გიჟია. თან იცი რა არის ბიჭო, ანუ იმდენად კარგად რითმავს რა, არ ეშინია იმის რომ იგივე რითმას გაჩერდეს. ანუ შუაში არ აქვს. ხო, ანუ თან ეგეთი მრავალმარცვლიანი რითმა რო უფრო ძნელია რომ დაწერო. ანუ შენი საფრთხელი რო გადაიტანო ტექსტად უფრო ძნელია, როცა ეგეთ რთულ რითმებს ერ. კი, ჯერ აზრიც ხო უნდა No disrespect, მაგრამ პელესავიდ. ანა სინგა, ჰეი, ანუ ეთუ გაურითმე ყველა სიტყვას უფრო მარტივად. პელეს ერთი ბეთლი ქონდა ასეთი. ხო, მაგრამ შესაძლებლად ვიძახი რა. როცა მარტო ბოლო მართლს ურითმევ, კაცი უფრო მეტი შანსი გაქვს რომ რაღაც დაწერო. და ახლა შენ რო მიყვები და 4 მართვალი ერთმანეთს ურტყავს რაღაცა 8 ხაზის განმავლობაში, აი გაგიჟდები ისე ასწორებს. გამარჯობთ. ღმერთო ჩემო, აგრეები ხდება. ზადვარდ მეორე რაუნდის მოსასმენად. მეორე რაუნდი. MC ჩემგან ხელმარცხნივ. მიდი მედმოსე. Yo. რასაცა ჩვენი გვათი ერთად შენი აზრით. ჩარტი გამოაცხობს. ამის მიტია ხო ახლა? ამის არჩევა. ალბათ. Yo. Кая. Давай. მეკმაყოფილი ვარ მარტო იმ შედეგით რომელიც პირადად მედავდე ისეთი რამ უნდა შექმნა რომ უსინათლო ვიყო და მაინც ხედავდე იყავი სიმბაროს პილოების სასაფლაოზე სიარულს ბედავდე იყავი დიადი დატოვე სიტყვა რომ სახელი მივიდეს ეცამდე არასდროს არავის წინაშე არ დავიჩოქებ თუ არ არის ღმერთი ის არ გავუტოლდები ისეთ ადამიანს რომელსაც ნაკლები ესმის რამდენი დავთესე რამდენი ვიმკე და რამდენი ვატარე თქვენთვის და დღეს არ ვაპირებ ჭამას 1000 რეპერის ნაჭამილეშის მთელი სეზონები დამდევთან გავიგე ცოტათი გაბნევთან ნაშები რო დაგიყენო აქ ჩემთან მოსაღწევად სულ ყველას გაწევთან მოსეზე ბეთლები კი არა სერენადები და სონეტებს დაწერთან ისე გევასება ჩემი ბეთლები რო ძილის წინ მაგაზე ანძრევთან მუქთა ჭამდეს ვისაც უნდა უკან გადმოფურთხებული კამის ლუკმა მუქთა ერთხელ ისწავლე ეს ტექსტი გული შეგვიწუხდა ფურთხა მერე ვაგდები და მწვანე ბლანტები გაქთვალებამდე გაიბლანდები აქ არინადები ეს ბარიკადები ამ თაცმინდამდე ერთადერთი და გონაწილე ზოტო არის ადადარი გონაწილი ამათი და მუქთა ყველაფერი დააშავე მოგაწილე როგორ არის ამის მერე კვალწარ უმატებელი და სუფთა მე ვარ შენი პალასაზე მონადირე მეგობარი მაგიტომაც გაილეწერო იჭექი რულთან მერადექი პედალივით მოგაჭირი არ გეგონა გამოვიტანდი ამას ეს მოვიტანე სუსტად დრო დაგანახო ჩემი მოტივია ყველა გადავლახო ქეში მომე რაღა გავანახტო ჯიჯი მასე უნდა ჩაგაძახო ვოუ პატრაბიტი მომეცი და პატრაბიტი კიდე მე პომარაგებდი მოვედი და თოთო ავიკიდე ეს ლაპარაკები არის ფიქრო ჩამიტეხო კი ბეძველი თახალი ფლოუთი ეს ფული გავიჯიბე მედმოსე ხო გამოხვალ სეზონზე ყველა შენი ოპონენტი ლაინებით შემოსე ჩაუტარე გემოზე თუ კარგად დაგვამახსოვრდება შენი სახით ახალი ნამდვილი ჩემპი გვეყოლებ ასე მაგებს თოთო მე და ჩალიჩობს როგორ მე აღარ იყოს ყველა ფერში პოხუ ისტი ბოლომდე ჯერ ასეთებს ვერ აკეთებს ციცი ვიცი მხოლოდ მე მარა ამ ემსებში ბევრი ვერც კი მივად ტოტომდე ტოტო ჩემ დღეს ბეთლაობს ბოლო ჯერ როგორც იმსახურებს მენ ისე გავაცილო ჩვენ ვიცი რომ ფლოუები მაქვს აზარელი მანამდე მე პატივისცემა მაქვს ბევრი კულტურაში მაქსი მე აღსარებელი ვიმოაკ დაუჯერებელი ნათე ეს შემია შენი თუ ვიღაცის არის მიზანში ვასწორეთ ყველა ის არის მე კრატოსი მოვედი ვარ ნაომარი და დღეს უნდა წავიღო კრაკენის თავი კრაკენის თავიდან და ძალიან კაი რო თქვა ის ბევრი მოტოტოს დონემდეო რაც იმენა მართალია იმსახურებს რესპექტს არც ერთი ბეთლი არ აქვს მოგებული ბიჭო ესეთი ბეთლი ასწორებს რა ანუ ის კი არა რომ დაგლეწავდა დედას გიტირებდა მე უფრო მაგარი ვარ ანუ თან რესპექტია თან კაი ფანჩებია თან კაი გადაობაც არის და თან სერიოზულობაც არის საკმარისად და ძალიან კაი ბეთლია ანუ კაია მე რა გამიკვირდა იცი რომ მედმოსემ ეს ინსტრუმენტალი არჩია
მე მგონა რამე უფრო ენერგიულს არჩევდა და შეიძლება რაღაც მხრივ ეს იმას მიუთითებს რომ განვითარდასავით რა ცოტა one dimensional-ი იყო ხო უფრო სალაპარაკობით ერთია და არა რამე ეფექტური კი ანუ მაგრამ მე წინა ვიდეოში მაგთან თქვა მინდა ჩემი აზრით ჯობია ხოლმე რომ უფრო ენერგიული ბიტები რომელიც როგორც ხო პირველში ხო იყოს უფრო ბოლოში ანუ ჯერ იყოს უფრო დაბალი ენერგიის ბიტები როგორც ეხა იყო და მეორე და მესამე იყოს უფრო ჰაიპ ბიტები რომ უფრო მეტი ემოცია და ჰაიპი წამოიღოს რა და ვაიბი სხვანაირი იყოს ესეთი ბიტები სჭირდება ბეთლს იმიტომ რომ ბეთლი მარტო ცეკვა და თამაში არ არის ანუ ლაინებია თავარი მაგრამ გინდა რომ თან кайფოვები კაი საბაუნსო ბიტიც იყოს ამიტომ ჩემი ენერგია ქვევით კი უნდა წავიდეს ბიტებით პირიქით მაღლა უნდა ავიდეს შენ გახსოვს ფინალი იყო ბანი და ნიკისლოს მანდრო ინსტრუმენტალი იყო მესამე რაღაცას რომ მაგრები იყო ყველა ბათქაში ინსტრუმენტალი იყო აი სიგიჟეთ ხო ეხლა მესამე მაინტერესებს როგორი ბიტი იქნება რა ჯერ პირველი ჯობდა ბიტის პირველი ჯობდა ძალიან კაია როსე განვითარდა ადრე იხჩობოდა მახსოვს და ახლა რავი ან ცოტა გაუჭირდა მაინც უჩო ნიკისთან მაგითო წააგო რომ იგუდებოდა ხო და ეგ რო დაამუღავს მე მგონი ერთ-ერთი რავი პერფექტ დონის MC-ია გეიმ პლენი ჭირდება უკეთესი თორე კი ზუსტად თორე შესრულება აქვს მიდი ტოპო გვინდა გადავიდეთ მესამე რაუნდებზე მოიცა ეიო გაუნიშკო მესამეში აღარ გადიდებული რა ხუჭო ვიდეო გადიდებული რა ქონია სეზონს გარემ მაინც ამოიღე მედმოსე სეზონს გარემ მაინც ამოიღე მესამე რაუნდი MC ჩემგახალ просто widescreen რა ხანა მე შენდა არ დაეტიოს მარჯვნივ შევკვრათ ხმაური ძიდა შევკვრდი აკამდე ჩუბად რატო ხარ გეგონა მოსებიძე დამჩაგრავდა თუ როცა თავით მაღლავთ გავარ შენზე ვაჩე განადუ მოსეს უხოძია სუფუხზია მაგრამ ახლა დუბს როცა ეჭიდები რთულს ვაჩი განადუ სანახაობას და ხორცს და განაპურს ხო და გეკითხები ახლა ისე ვაჩი განადუ გეგონა დრაკონი კლანჭებით გაჩარხავდა გულს მაგრამ წყალში არ გაგშანგბადი და შენ დაიწყე ანდერგრაუნდიდან მასესადებედი ანდერვოტერში ვარ კომფორტულად ხტუღუსადებდები მე გავაფართოვე ჩარჩო და კეტილი ანდერვოტერში ვარ კომფორტულად ხტულუს ადებდები ხტულუ ვინა იცი რაღაც კრაკენ ღმერთია რაღაც კოსმიური ან საღოლ ესეთ ლაინები შეიძლება ხანდახან აი ესე ჩაგიაროს და ვაფშე ვერ მივხვდე რა ანუ ვაფშე ფულ რა შეიძლება ენა დაებავე ფიქრობ ხო ანუ ისე თქვა და თან დარწმუნებული ვარ ჩვენც დაჟე გამოგჩა ეგეთ ლაინები ბევრი ხო როუს ყველა ეგეთ ლაინს ვერ დაიჭერაც უფრო ახლა ვეცდებ საინტერესოს იქნება გამოვიჭირო მაგრამ ანუ კაია რა ხო ვოტერში ვარ კომფორტულად ხტუღუსადებდები მე გავაფართოვე ჩარჩო და კეტილი კარებები მე დავიწყე რთული რითმების კეთება რას მედრები არ ჭირდება დამტკიცება შემიძლია ნებისმიერი ბრუტალას კასტრირება ვისგან მოიპარე სტილი რატო გავიწყდება მე მოგეცი მიმართულება მოგეცი ათიმსნება მე ჩავამტრი ეკიბეზება თუმში ორი ფიცარი არ გაგიჭირდებოდა ჩემი ცნობა მგონი მიცანი ბოლი წინარი ეს მგონი ფინალია ვინარი ორიგინალია ქაღიარე სიმართლე მიდი გაშალეგული შენი ლაინები იყო ჩემები აჩქარებული არ დამაჩქარო გავაკეთო მაცადებ ისეგან მოსეს ლაინის რეფერენსი იყო ვინარია ორიგინალი გახსოვს წინავეთლიდან ეგ იყო არ გახსოვს ეგ ლაინი კაკას ეგრე იგუდება როგორც კაი და ვინარი ორიგინალია ქაღიარე სიმართლე მიდი გაშალეგული შენი ლაინები იყო ჩემები აჩქარებული მე ამის მახსოვს ეს რო იძახდა მე ვარ ორიგინალი ნახება ორიგინალი და რაღაცა მაგრამ იმას ჰქონდა მოსეს ჰქონდა ვინარი ორიგინალი აქ რაღაც ლაინი ჰქონდა იმასთან ნიკისთან დამაჩქარო გავაკეთო მაცადებ თული და მიხვდება ყველა რო შენ გაგჩებგან გადაყებული უნდა თავი შემაყვარო როგორ პედავროა ჭედავრო ხარ ურჩი შეახვარო შემილია მოგცე ტრიუმფიან კიდეც რემლად ხვარო მე გადაგიხსნის ღვებს შენ უნდა მეთაყვანო მე რითმას არ დავდე ფიოლს ცხენა გახურდა დაცხა და არ მოვირგებ სვის როლს თორმეს თუ გადაცდა რაც არ უნდა მდისო და რაც არ უნდა მასხა მომისმინე ფისო მიაქვარა ხურა მასდა აზარტული მარაფსონს არ დავდებდი არც ერთზე რამდენი დავტოვე იდიოტად რამდენი გავწეწე ფაქტი ვის
ვისაც მე არ გვახვევდი საცეცეს გაქრა როგორც ჩიქაში შუშხუნა ტაბლეტი აცეცე ხო და ჩიქაში ჩემთან ისევ ასხია ტეკილა და მე კიდია ზუსტად როგორც მანამდე მე კიდე თან მე ვარაც ვარ მას ვაკეთებ რასაც მე მინდა ჟური ამ ნასწავლიყლე ტექსტებით რას გადამეკიდა ტექსტს დავიზეპირებ მე თუ მაგ ხოში შენი მოპარული სტილი არის ხურდა დროში მე აქ ყოვლის შემძლევარ და დაგაბრუნებ უკან დროში ეს ხალხი მიმყავს მაგრამ შენ დაგტოვებ უდაბნოში რაღაცა გამოვტოვეთ მაგრამ შენ დაგტოვებ უდაბნოში ეგ იყო მოსეს რეფერენსი არ მახსოვს იმენა მოსეს რეფერენსია მივხვდი მოსეს სტორის მიხედვით რაც როგორც წერია ანუ იმენა ეს მაგალითად ჩამიარა ესე აი ანუ ხალხი მიყავს და რაღაცა 20 წელი დაიკარგებიან უდაბნოში თუ რაღაცა არ მოჩენილა არ მოჩენილა მაგრამ ბიჭო ბიტზე რაც თქვი პირველი ბიტი უნდა ყოფილიყო ჩემს ბოლოში უფრო ჰაი ენერგიით დასრულებულიყო ბოლომდე უყურეთ ჟურის შეფასების მე აუცილებლად ჩვენ ყოველთვის ბოლომდე მაგრამ ანუ ტოტო როგორც ყოველთვის საკაიფო ლირიკა მაგრამ აკლდა ხო რაღაცა აკლდა ენერგია აკლდა ამბავ მე მგონი 25% ნაკლები ტექსტი ქონდა სულ ეს ბიტი ყოფილიყო flow switch-ები რაღაც არაფერი არ ქონია ნამეტანი ერთ flow-ი იბაზრა მთელი რაუნდი რაც ზოგ ბიტზე უხდება ზოგ შემთხვევაში არ უხდება ჩემს ბიტი ცოტა low energy იყო რა ბიჭო უყურე ბოლო რაუნდი როცა ცოტა ჰაიპი უნდა წამოიღო ხო მაგიტომ ამბობ მე რომ პირველი რაუნდის ნაირი ბეტლი უნდა იყოს ბიტი უნდა იყოს ხოლმე ბოლოში რომ ბეტლი დამთავრდეს უფრო excitement-ი და არა ჩვეულებრივი რაუნდი მაგრამ ნახოთ მოსე ასწევს მოსე ბოლო რაუნდებისთვის შევკვირათ ხმაური კიდევ ერთხელ აბარა მესამე რაუნდი MC ჩემგან ხელმარცხნი ბოლო ლურსმანი ხო აქ ვთქოს ამბობს რაღაც გამოვუჩა მაგრამ პოხოია მაგიტო იყო მოკლე რაუნდი პოხუი მაგრამ მე ვირჩევ უდარდელას და უმაღლეს კლასს მესამე რაუნდში დაგანოკაუტებს ჩემი პირველი ვერცხმა გადაგატარე ფლოუ უნდა დაგიმატო ჩემი გავიტანო შენი გავიდა დრო გემის კაპიტანი ვით გაგაცური ნეტი ვით სირინოზები კივით ჩემი ბოზები დილით უნდა გავლახო სილით მიდით ომობანა მე კიდე მეტოდა გადამეკიდა და გავაკეთა ყველაფერი ისე როგორც უნდა ყველამე გამედინა მე უნდა გადამიყინა და მოლეკულის ზედაპირი ფეხი დაგეწორდა ბრუმ შეცკი ახდა დრიფტი აქ ერთით მეტი დამხვდა კარგად მივხვდი ჩემი სვავები და ფრინავენ შენ თავზე მთელი ვანდერლენდის სამაკ ჩემი ფრინავებით სავსე ჩემი აი მაგრა უხდება ესეთი ბიტი და ესეთი აგრესიული დელივერი რა მაგრა იყებს ნახე fast flow კარგად გააკეთა სამჯერ შეცვალა სხვადასხვანაირად წაიღო უკვე flow და ტოტოს ესა vintage მოსი არის აგრესიული დელივერითი აი მენა მაგრა იყენოს ბიტს და მაგრა მევასება ეს სტილი მოსეს დაგე მე ჩატში გვიწერენ დაბეთვა რატო არ შეიძლება PvP flow-ზე თორე ბოლოში რაც მოხდა ჩემი ასეთ ყველაზე მარტივი დასაბეთი რაღაცა კი ბატონო მოსეს ხჭობა 2-ზე მეტი ერთზე მოსეს აგრესიული რაუნდი და ყავს Jesus სამზე მეტი Jesus მაგრამ მევასება უკვე კარგად იყენებს ამ ბიტს კიდე რა წერია რა ბავშვები უყურებენ და იმიტომ სადმეს რო დაწერო ყველგან ბავშვი დახულობს და იმდოს არ ვიცი ვაგზავნეთ ვები და პრინციპი მე უნდა გადამიყინა და მოლეკულის ომობანა მე კიდე მეტოდა გადამეკიდა და გავაკეთა ყველაფერი ისე როგორც უნდა ყველამე გამედინა მე უნდა გადამიყინა და მოლეკულის ზედაპირი ფეხი დაგეწორდა ბრუმ შეცკი ახდა დრიფტი აქ ერთით მეტი დამხვდა კარგად მივხვდი ჩემი სვავები და ფრინავენ შენ თავზე მთელი ვანდერლენდის სამაკ ჩემი ფრინავებით სავსე ჩემი ვერსებიან ნაღმები და არ გექნება შანსები რომ გაიყვანო სანგრები და გვირაბებით გაწრეს სულ საქმე ჩემპიონი ვარ რაგმე twini წაიღო და კაიმეთ თორე სადოტო და სადმე მოგეძებნებოდა sorry ნანახი მქონდა ეს TikTok-ზე და აი ვიდეო მომასვედი ასი ძახის რომ გაიყვანო სანგრები და გვირაბებით გაწრეს სულ საქმე ჩემპიონი ვარ რაგმე twini წაიღო და კაიმეთ თორე სადოტო და სადმე მოგეძებნებოდა ოპონენტი პროსტა მომზადებული რომ დახვდე მაგრამ როგორ იქნებოდი მომზადებული თუ ვაგინაში გაგსახე Shut down! ასე ვაგზელებ ისევ ყველას დაგაგდებს ძირზე გადაგაჭამე თავი გადამეხიეთ სირზე ყველას დამინას ვქავს ყველა ერთმანეს ტყნავს მაჰეითებენ ზატო მარტო რატო ხარ ბრატო ჩემით გავიტან თავს ნუ ხარ შემეხები მე თუ არ გინდა ეს ზეწოლა და ნუ მატოლებ რეპერს რომელიც ჯერ ჩემთან ვერ მოვა კარგად იცი ამ ემსების დაწებელი მე რო ვარ და უკან
ვეღარ გავა ვინმე ჩემ დღეში თუ შემოვა ეს ტოტოა თუ კამი ვენტუსა თუ რავი ვისაც ჩემთან გასაყოფი აქ ჯერ განძრიოს თავი მერე მოვიდეს სადაც ჩატარდება სეზონი მეც იქვიდგები მძიმედ გაუვალი რკინა ბეტონი ხლეზე დამაწყვიტე მრავალ მარცვლიანი რითმები თუ მაგის იქით ყველგან გამოყლევებული იქნები არ გაძინებს მასტერი შენს გადიყარე ფიქრები და ტრაქში ცოცხი გაიკეთე ფარშევანგი იქნები შენი ამსტარი მიზნები გიმღერიან კარიბის ხვები ხარ მელია გაიტისკები მაგ მოვიდა მოსე და მოიტანა მოსე მარაფერი მოიპარა შაუთაუთების კეთება თუ მომინდება მე უკან მიყენია ძმა მიმისთვის ამივე ჩემი ახმა და სულ ყველა ყლეა ვინც მეიაზვა მე ამდენი წლებია არ მინათებია უშალეა ფრები და ჩემი აზვა ჯერი აქ ჩემია პრემია და თუ დამისახელებ კულტურისგან ვითარებაში არ მიკეთებია რა მოგეცი ჰაიპი მოგეცი სახელი მაგრამ მაგითი რა ქენია ბა მე თქვენია ბურდულის გადალაგებაში დაკავებული ვარ დღენია და uno dos tres გადაეცით ყველა ყლეს ვისაც მეტმოსესთან ჯახი უნდა აქვე გამოჩნდეს აქვე მოვიდეს წირი რო გავაგდებინო ამდენი ხალხის წინაშე შარვალში ჩავაჭმევინო ხარ თავშია ვარდნილები არ დაგითვალოთ კბილები ადგილზე დაენძრიეთ გუშინ მოწუწული სირები ჯერ ამათ არ უნახავთ მეტმოსეს ნამდვილი რეიჯი მოგენატრებათ Mortal Kombat-ი და Johnny Cage-ი და ბოლოს ვიდეოში რო ჩატეხე კიბე იყო კადრი მაკიბეზეც მე აგიშვი მაგრამ ვირო მადლი ასეც ხდება ტიპებს ჯერ კარიერებს უქმნი მე შენთან უნდათ ბეთლი და იმ კარიერებს უთხრი დაუნდი ბიჭო რეიჯი რო თქვა მანდ ვიცოდი რომ ჯონი კეიჯი ხო იმენა ვხედავდი ჯონი კეიჯის რითმას ეგრევე ტვიში მობივიდა ხო მაგრამ ეს ბიტი გაცილებით უკვე სად გამოიყენა მესამე წაიღოს და კლასიკ მოსე იყო რომ აი აგრესიული ხოდით ძალიან დამევასა აღდა წაიღო ერთადერთი რაც არ მომეწოდა ბოლოდან წინა სექცია uno dos tres რომ დაიწყო ძალიან ზოგადი იყო ბიჭო ზოგადად მაგრამ შეიძლება ვიღაცკენ იყო მიმართული შეიძლება იყო მაგრამ просто name dropping-ი არ გააკეთა ხო ალბათ იყო ვიღაცკენ მიმართული ჩემი აზრით ცოტა უადგილო იყო მაინც რა ანუ კარგი სექცია იყო მაგრამ არა ჩემი ანუ ტოტოს რო რაღაც ნაგინები ქონოდა ადრიან რაღაცა კიდე ხო მაგრამ ტოტოს და რა გინდა რა uno dos tres არა ბიჭო ეხა მოსულა რა ზოგადად რაღაცაზე არა ეგ პრობლემა არაა ჩემთვის მაგრამ აი აგრესიული ხოდით მაგრა ასრულებს მოიგო მედმოსე ეს ბეთლი დაჟე ანუ ის რაუნდი ჯერ მოსვენი რო არ გქონდეს რომელი პირველი ხო აი ამ რაუნდს რომ მოსვენი ვაფშე ვერ იფიქრებ რომ ისიც შეუძლია რა პირველი რაუნდსნაირი ხოდი ანუ ესა მედმოსე default ხო natural habitat ხო სტანდარტ მედმოსე იყო ეს და ჩავირთებ შორში wait a fucking minute მეტი ხმაური მჭირდება wait a fucking minute SMC თამამია არბათ ბევრი დალია ახლები გაბლატავდნენ ეგეც ჩემი ბრალია თუ შენ განადგურებაში წვრილი შემიტანია მაშ გეტყვი პირში ჩაიდევი ჩემი გენიტალია ბოი რა შეჭირდებოდა ეს ტოტო დაფლექსა მეგობრებო როგორ მოგეწონათ ეს ბეტლი მოკლედ მეგობრებო როგორ მოგეწონათ ეს ბეტლი ერთი დანათამდე აბა გასპამეთ ჩატში 12 10 25 არა აქედან ჩვეულებრივად კომფორტულად 9 ჩემი პირველი სანამ ჟიური თავის გადაწყვეტილებას მიიღებს გითხრა საბა ჟურიმ რა ხდება და გაგვარკვევენ ვინ მოიგო ვინ წააგო თავიანთი აზრით მე ვიტყვი ერთ რამეს ტოტომ მე მგონი დღეს თქვენ ყველას მოგიგოთ თავის სამივე რაუნდის მოტანით let's go მოკლედ პირველ რიგში სანამ ჟიურისთან გადავალ მადლობა როგორ გაბადრული სახე აქვს ბიჭო ნიკეს ლოუზოგან შეგედი კაი ლოუზოგან ცხოვრობს ბელცი გამოდა ჩემი გენგი შენგის გადაისთვის პანჯიდან და გზიზაკა ჩილავს ტომი და ჯერის რო შავი კატა ბურჩი ზუსტად მინდა ორივე არტისტს უთხრა და ბოდიში კიდევ ერთხელ იმისთვის რომ ის რაც დაგეგმილი ვქონდა გადაიტანეს თუ მოხდა ისე როგორც მოხდა მოკლედ ჩვენ ჭორიკანა ბიჭები არ ვართ ვინც ღირსი არის მაგის თქმის რაც მოხდა იმან უნდა თქვას ჩვენ არაფერი მოკლედ ბიჭებო flow თქვენ პირველ რიგში ბოდის გიხდით იმისთვის რომ დაგეგმილი მომზადებული ბეტლი სამწუხაროდ ისე მოხდა ოფენერზე როგორც მოხდა მაგრამ იმედი მაქვს რომ ის სიყვარული და ის ენერგია რაც იქ უნდა დაგეხარჯათ აქ დახარჯეთ ჩვენ ეს ყველამ ვიგრძენით და ძალიან დიდი მადლობა მინდა ორივეს გითხრათ რა მართლა ხმაური შევქნათ ბიჭებისთვის უფრო მეტი
ტოტომ რაც ხდა ეგ იყო ჩეთერობაო, ალბათ ხუბრო, იმიტომ რომ მართლა არ ქონდა ტექსტი, ეგ VR-ი არ მუშაობს. მაგ VR-ში იდება ტელეფონი უბრალოდ და შეგიძლია YouTube-ი. ბიჭო, რომ გქონდა season off-ია? ხო, რომ. და თან ტოტოა, აი მოსულა რა. ტოტოს ყველაფერი ეპატიება. უბრალოდი! წამყვანებს ვრავთ ახალამბებში, ხო იცი ტრანსკრიპტი უკან. ეგ უნდა ჩაურდო ხოლმე და ეგრე იბაზროს. ბიჭო, დიდი ალბათობით არ იცის როგორ ჩართოს ეგ VR-ი. შეიძლება უყურას ეგეთ. ზებოდოქებოდ რა. კიდევ ერთხელ ჩემს ძმას ბულინგის გარეშე კომენტარებში თორე აქ ვიცი რომ ყველანი ძალიან ახლოები ვართ რა. გიგუნასთვის შევქმნათ ხმაური. ჟური. სალამი. რაშე ყველაზე მკიდია ბულინგი რა, რაც სად არის ბანის ლაინების ამოჭრაზე მაბულინგეს და უეჭველი ვერ მაბულინგებენ, ეხა შეფასების დროს. ძმებო, მადლობა პირველ რიგში თქვენ რომ ამის საშუალება მომეცით, რომ ეხა ვერ ვიტყვი რომ ოცნება იყო ჩემი თქო, მაგრამ ძალიან მინდოდა სულ რომ ჟიურში ყოფილიყავი და კაი, ერთად სამ ისინი ჟურავენ აქ და რაღაცებს იტყვიან. მამდე ჩვენ ჟურობთ. მე არ მაინტერესებდა ამ ბელში ვერ მოიგებ და მე სიამოვნების უყურე ამ ბელს. ორივე მაგრამ მევასება და აი პროსტა რომ გამსწორებოდა მაგითო უყურებ ამ ბელს და არ მაინტერესებს ვინ მოიგო ვინც აგო სიმართლე. თუმცა აღსანიშნავია რა, რომ ტოტომ რაც მოსაოდნელი სტანდარტია 4 მარცვლიანი, 5 მარცვლიანი, 12, 70 მარცვლიანები გავაკეთა. მედმოსებ გააკეთა პირველ რაუნდში. ასევე კი, ამ ტოტო სტილში ძალიან მაგრა შებერა პირველ რაუნდში. ეს ჩემი აზრით ძალიან იმპრესივ რაღაცა იყო. და ანუ ახლა ჩემთვის ვერ ვიტყოდი რომ მოიგო პირველი რაუნდი, მაგრამ ვიღაცამ შეიძლება იფიქროს რომ მოიგო. ტოტო არის, გეუბნები. ჩელსონენი არის PvP იმეს, PvP Flow-ში ჩელსონენი. და ისე უნდა ვილაპარაკო ტოტოზე, იმიტომ მარწაუგია რა. და undefeated არის. ყველა ბეტლი მოგებული აქვს ტოტოს. ხო, ტოტო არის PvP-ს ჩელსონენი. PvP Flow-ში არა, ზოგადად. ყველაფერი მოგებული აქვს ტოტოს. ყველა ცხოვრებაში მოიგო ტოტო. გავაგრძოთ. რას თქვი ჟური? მგონია რომ როგორც ანუ არ მიკეთებია არასდროს მუსიკა და მგონია რომ რაღაცა ხალხის ხმასა ვითვა რა ანუ კარგია. ავერაჯი მსმენელი. მე ვაღიარებ რომ ეს კომენტარი გავმაზეთ. ეს ბეტლი იყო ნორმალიო კაცი შეჭამდა კარალიო. კარგია. მე შემდგარ შუაში მეოთხე სეზონი ჩემპიონი. მე გეთახები რომ მეოთხე სეზონში შენს გადი და მეხუთეში მე გამოვალ. მეოთხე სეზონს თუ მოიგებ, მეხუთეში მე გამოვალ. ეხა შეუნდა გეთქვა ამ სეზონში ერთი ორ ჯობი ხარ თქო მაგრითებებით. არ მე ახლა ეგეთ შეტევებს არ გავაკეთებ. ეს ორი ადამიანია მე ვაღიარებ რომ ეს ორი ადამიანია ჩემი საყვარელი ემსები PvP Flow-ში. ემსები რა, Minecraft-ები? მაკდონალდსები. პატივისცემა ჩემპიონებს, მაგრამ ამ ორ ადამიანს უსმენ რა. ტოტოს პირველი სეზონის პირველი რაუნდი არის ჩემი საყვარელი რაუნდი, რაც შეეხება მედმოსეს. ჩემი შვილი ჯერ არ იყო დაბადებული, სოფო იყო 9 თვის ორსული, როცა დილით ვიღვიძებდი დრაკონი ვინ გააღვიძა. ამიტომ ბიჭო ისე ბეთლ რეპერის კონკრეტული რაუნდი რომ მაღვიძარაზე გიყედიან. ცოტა რაღაცას გამოიწვევს. კი იყო მაღვიძასავით რაუნდი. კი. ყვიდოს როგორ იწყებდა? დრაკონი ვინ გააღვიძა? ამიტომ ეს ორი ადამიანი, ამ ორ ადამიანს ჩემი პატივისცემა. ზოგადად ჩემ აზრს ამაზე ვილაპარაკო ცოტა მერე გინდა პორიე მას ჰოლოვეის ვინ მოიგებსო და მე რომ მორჩებით ამას. ჰოლოვეი ვინ მოიგებს თქვენი აზრით? რომ მოუსპიოთ ამას და მე ვილაპარაკო. კი ბატონო, მართალია. დააფიქსირებ season of ბეთლებზე, მგონია რომ ესეთ ბეთლებზე ხალხი უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას, ხალხი უნდა აძლევდეს ხმას, მაგრამ ხო, არ ვიცი, მე ამ იდეით შემოვდივარ. შემდეგ season of ბეთლზე იმედი ნახავი რომ ნახევარს მეტი ბეთლებია. ბიჭო, ხო ანუ ხალხს მიცემას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ძალიან ცოტა ეხა რეალურად ნეიტრალური მსმენელი, რომელიც მართლა ბეთლის და გამოვა პოპულარობის შეჯიბრი. ხო, პროსტო ვინ უფრო ცნობილია და ვისრო მეტი ხალხი ყავს, ეგ იქნება გამორჩეული. მაგრამ off season-ში მაინც შეიძლება გააკეთო რა პროსტა. მაგრამ ჩემს off season-ში დიდად მნიშვნელობა არ აქვს. აზრი არ იქნება, ეგ სტატისტიკა მაინც არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ ვისაც ვინ მოწოს, იმას მცეს ხმა. ახლა შეიძლება მედმოსე მოუგო, მაგრამ მე მაინც ტოტოს მიცემ ხმას, მეც მიკერძოებული. ტოტო არის undefeated. რომ ჩემ რჩევას გაითვალისწინებ. რაც შეეხება ბეთლს, მე არ ველოდი რომ მედმოსეს ექნებოდა ასეთი იუმორი. მართლა, გულწრფ არ ველოდი ჭკადუათო სამუშია. მაინც ანუ ტოტო მართლა აი პირველი ბეთლის მერე გეგონა ესეთი ჩილ როჟა. ტოტო ტოტო კი არა მედმოსე. მედმოსე არის ჩოულებრივი cute ფათუთი. ხო. ვლოგებს რო უყურო, პატარა ისა პლუშის დათუმია. ხო, ზოგადად რო უსმინო ვერ წარმოიდგინე რომ ეგეთი ესეთი როჟაა რა. პოკემონია, ვისაც არ გიყურებიათ NIS-ის ვლოგები დახეთ. მედმოსე გამოდის და პატარა პიკაჩუს გავს იქ. ყველა წინა ბეთლში მედმოსე იყო ძალიან აგრესიული შემტევი, მაგრამ დღეს მანახა პირველ რაუნდში რომ იყო ძალიან
ძალიან კარგად შეუძლია ხუმრობა ყოველ შემთხვევაში. ტოტოს რაც შეეხება, მე მოხიბლული ვარ შენი პერფორმანსით, ძმაო. ეს არის ყოველ ჯერზე გაოცებული ვარ ყოვას თავის სიმრგვალით. იდეალური სფეროა, ანუ ალბათ ის არის რასაც უნდა აკეთებდე რა, ანუ ეს არ მხოლოდ ჰიპ-ჰოპი, არამედ იმის მიღმა რაც შეიძლება იყოს პერფორმანსი რა, ანუ ის ვიარსა სიმართლე უთხრა რა, ტოტო მეტი ტრეკები დადოს. დამახსოვრება ტრეკები ტოტოს ხო, ანუ თვალით შემდეგ ასე შემდეგ. ბიბმა ბაუსობ ვიტყვი პირველი რაუნდი, მეორე რაუნდი, მესამე რაუნდი ესე რა. ჩემი აზრით პირველი რაუნდი მეტი მრავალფეროვნების გამო და ალბათ უკეთესი მუსიკალურობის გამო წაიღო მედმოსემ. უილია მარა ჯანდაბას. მე ჩვენ დავალგოთ ჩვენში. პირველი ტოტო. პირველი ორივე საამაგარი, მაგრამ ჩემთვის მაინც უფრო მედმოსემ წაიღო, მაგრამ ტოტოს რომ იცე, მესმის რატომ უნდა მიცე? მეორე მართლა ვითო კარგად არ მახსოვს. მეორე ტოტო, იმიტომ რომ მეორეს მე როგორც ახს კარგად ვერ გავუქაჩა მედმოსემ, მესამე ხო, მეორეში მახსოვს რომ მედმოსემ რამოდენიმე ჯერ ჩაღლაპა სიტყვები. მაგრამ მესამე ჩემთვის უდაოდ მედმოსემ. კი, ანუ ძალიან ახლო 1.5 რაუნდი წაიღო ხო, დაახლოებით. მეორე რაუნდი ფიქრობ რომ ზოგადად ჩემი აზრით ტოტო არის ერთ-ერთი საუკეთესო ლირიცისტი საქართველოში. ანუ გონია რომ რასაც ტოტო ფიქრობს და რასაც ტოტო ამბობს. ტოტო ის მიმია ხო იცი, რო წერს და ცეცხლი უკიდია ფურცელს. აი მენა ეგა ტოტო. ცეცხლი არ არის ნაპერწკი. ძალიან ცოტა ადამიანს და უფრო ცოტა რეპერს შეუძლია ზოგადად. მეორე რაუნდი მედმოსესი არ ვიცი ტექნიკური ხარვეზი იყო თუ რაღაცა ენერგიულად იყო ეგრე. მესმის რომ რთული იყო, მაგრამ ჩემი აზრით არ იყო შეკრული. საერთო ჯამში აი ნახე კიდევ ერთხელ ვამბობ. არ ვიცი ტექნიკური ხარვეზის გამო თუ არ ვიცი ზოგადად ენერგეტიკულად. შეკრული არ იყო ჩემი აზრით. მეორე რაუნდი წაიღო ტოტომ აუცილებლად. რაც შეეხება მესამე რაუნდს, ორივე ადამიანმა გვაჩვენა თავისი სკილების მაქსიმუმი თუ არა, რაღაცა მაღალ ლეველზე, უფრო მაღალ ლეველზე, ვიდრე ოდესმე მომისმენია ამ ბიჭებისგან. გვაჩვენა მაქსიმუმი გვაჩვენა ტოტომ პირველში. არა, მესამე არ ხო, ტოტოს საუკეთესო იყო პირველი კაცო. კი ბატონო. ტოტო იყო შეიძლება მოსეს ხო მაქსიმუმი აჩვენა მესამეში, იმიტომ რომ ტიპიური მოსეს რაუნდი იყო რა, კარგად გამოიყენეს ბიტი, მაგრამ ტოტოსი საუკეთესო იყო პირველი ჩემი აზრით. ძალიან პოლარული რაუნდებია, პირველი ამის, მესამე იმის, მეორე ის და всё. ხო, ამ ბიჭებისგან ტოტო იყო, რავი, ალბათ აი, რატო აქცენტ ვარდებას უკან კიდია გავაგრძელოთ. ჩემი აზრით მესამე რაუნდი ტოტოს იყო ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ტოტოს კარიერაში, ძალიან რთული და ძალიან მაგარი. მესამეო იყო საუკეთესო, მაგრამ მედმოსემ ჩაატარა მასტერ კლასი. ბრო, ძალიან მიყვარხართ ორივე, მართლა. მაგრამ მიყვარხართ ორივე, ჩემი ხმა მედმოსეს რა. მადლობა დიდი. აი ვინ უნდა კვაზაკ ინტრო voice line-ი აქვს რო შემოდის ან ხო ან sound bite-ები აქვს ანუ ესე აჭერს კნოპკას უბრალოდ რომ Jesus ერთი ორჯერ ვა მეგობრებო всё ეგა NPC-ია ჩოლები აუ შეიძლება ბორდი შეიძლება აწყო კვასი რომ შედაგჭირდება უბრალოდ დააჭერ ხოლმე კნოპკებს შეიძლება კლონია ახლა კვას ვიღაც აკონებს ყოფილიყო ჟიურის წევრი თურმე სუსუ თავიდან როგორ გადაგვიშალა ჩამოგვირაგრაგა ყველაფერი საყოძმაო ყო ჩახ პირველი გამოცდილებისთვის იდეალური იყო გიოს მე შევპირდი წინა ივენტზე რომ ბოლო არასდროს არ იქნები თქო დღეს არ იქნები ბოლო თქო მაგრამ მე წინა ივენტზე ვუთხარი ამიტომ Nine Rhymes-თვის შევგვნათ ხმაური აბარა შეთქოს გიგუნა გამარჯობა გიგუნამ ყველაფერი მოყვარისი მოყოლაც მინდოდა მე ფაქტიურად რა უნდება დარჩავშლი იმიტომ რომ ზუსტად ის თქვა რასაც ვფიქრობდი რეალურად ერთი იმას ვიტყვი რომ მეორე რაუნდში ცოტა ესე გეყურებდი ეჭვის თვალით ვოლსკის თვალებით გეყურებდი კარგად არის მის მეთქი თუ რაღაც მომენტში ტექსტი დავიწყდა თქო და მე ისე შეხვედი და ისე გააგრძელე რომ დავწმუნდი იმაში რომ არ დაგვიწყნია შენ რაც შეგეხება ეს არის მეგობრებო ნამდვილი MC როგორიც უნდა იყოს hip-hop head რასაც ეძახიან თუმცა დღეს მაინც ვფიქრობ რომ მედმოსემ წაიღო ჩემი აზრი ასეთია რაც ჩალჩი კითხულობენ ამ გიგუნას აჯვავდნენ რომ ყოველთვის არ ვიცი მაგრამ ბანის ბეთლიდან ამან ამოიჟო რაღაცეები და კი ხო მაგრამ ეხლა უნდა ვთქვას რომ კარგად შეაფასა ახლა კარგად შეაფასა გარდა არა ტოტოს მესამე რაუნდი საუკეთესო იყო და მაგაში ვერ დავეთანხმები ხო ნუ თავისი პერსპექტივა კარგად ჩაშალა რა ანუ პროსტა ის არ თქვა რომ ეს შენ ამან მოიგო ანუ კარგად სადა რომ გაეშალა ყველა თავისი აზრი აქვს მაგრამ ბანის ბეთლებიდან მაგან ამოჭრა რაღაცები მაგრამ
როგორც ყოველთვის ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა გაქვს შენ მართლა ოღონდ აი რო გისმენ ერთი სიამოვნებაა ეგ და მეორე რაუნდში ვაკვირდებოდი ამისგან რა ემოცია მოდიოდა შენგან რა ემოცია მეორე რაუნდში აი გადავეკიდი ამ მეორე რაუნდს მაგრამ მეორე რაუნდში თავიდან მომეჩვენა რომ ტრეკს უსმენდი თუმცა ის ვაიბი რაც წამოიღე მაგან ძალიან დიდად იმოქმედა ჩემზე მესამე რაუნდში ველოდი რომ შენ ბევრად ძლიერი რაუნდი გექნებოდა თუმცა ნუ რასულ ესწახი ოკეი მოკლედ გილოცა უბრალოდ როგორ ელოდები ტოტოსგან მესამე რაუნდში ძლიერს როცა არ იყო მესამე ბიტი მაგიზი და პირველი იყო მაგიზი ხო მაგრამ ნახე გამოჩნდა რომ მაგ ბიტის გამოყენება უკეთესად შეიძლებოდა მე მოსემაჩვენა შეიძლებოდა მაგრამ რა ვიცი ბიჭო ყველა არტისტ თავის სტილი აქვს რა ვიცი თავის სტილი აქვს ხო მაგრამ ნახე პირველ რაუნდში ხო უფრო ის იყო მრავალფეროვანი და უკვე ეგეთი ბიტი რომელიც როგორც ბიტის ასე მოსასმენი არ არის ძალიან ხო მაგ ეგეთი ბიტი შემოიწია ცოტა გახვედი ტრანსფერულად ეგეთი ბიტზე რომ ერთ ფლოუს უბერა მთელი რაუნდი ანუ ბიტს თუ ჭირდება რომ მრავალფეროვანი იყო უნდა იყო ბიტი თუ თავის მაგრამ შენ ვერ ეტყვი მე ამისგან ველოდიო იმას ჰა ამისგან ველოდიო მესამე რაუნდზე უკეთესო მაგას ვერ იტყვი რა როგორ ვერ იტყვი რაც თუნდაც რომ მინდოდა რომ უკეთეს ყოფილი ველოდი არა ვერ მოველოდები ტოტოს პირველი ბიტისნაირი სამი რო გაუკეთო всё ჯიბე ჩაიგდებს თელ სეზონს ხო ისე პრინციპში პირველ რაუნდშიც ერთი ის ქონდა ხო ერთი ვაიბი ერთი ვაიბი და ეგ ერთი ასე ვთქვათ სტაბილური მოყოლა უხდება ტოტოს ჭირდება პირველი რაუნდისნაირი საბაუნსო ბიტი შეუგდო ცოტა უნდა გავიხარდეს როგორც არტისტი მე ასე ხო ანუ ყურე მოსემთხვევა კი არ უთხრა მაგარი რითმები გაქვს მაგრამ რითმების გარდა ყლეობაა კი ბევრი რაღაცა წინწასაწევი რითმების გარდა მაგრამ რითმები აქვს აი ისე რომ ვერავინ ვერ შეიძლება მართლა ბიჭო ახლა უყურე ანუ თავარი მანდ რა არის რა ნახე როგორც არტისტი რომ რეპერი იყოს და რაღაცა და თავისი სტილი ქონდეს და ტრეკებს უშვებდეს ბაზარი არა ეყოფა მაგრამ როცა ბეთლებია და ბეთლზე იცი რომ სამი სხვა ბიტი გაქვს მაშინ სხვანაირად და მოემზადო და ამიტომ არის რომ ყველა ვერ იქნება ბეთლ MC იმიტომ რომ მან ძალიან კარგად უნდა შეგეძლოს ადაპტირება ნებისმიერ იმასთან და ეგ არის გეთანხმები თორე სად ბოლომდე არ გისმენდი მაგრამ გეთანხმები ტექსტის ლირიულად როგორც ესეთი იცახიან ტექსტის წერა ყველაზე საკაიფო აქვს იმას კი ბატონო მაგრამ ხო ეგ არის რა მიუხედავად იმისა რომ ბეთლია და ტექსტ უნდა მიაქციო ყოველთვის ყურადღება მაინც რადგან ბიტზეა უნდა ჩალიჩორო კაი უფრო საკაიფო მოსმენიც იყო გარდა კაი ტექსტისა კი ხო ანუ საბოლოო ჯამში ხალხის შოუა რა კი ახლა ჩვენ რომ დავიჭირათ ეს თულოს ლაინი მაგას 80% ვერ დაიჭირა და ზოგი ლაინი რომ შოუს უნდა გააკეთოს უდა ანუ იმის გამო რომ ეხა მე ამ ლაინებს დავწერ და ვიდეოში გაიგებენ ხალხი და მაფასებს და ხალხს უწევენ რომ მაგარი ვარ იმ მომენტში ეფექტური უნდა იყოს ჟიურისთვის რომ გადაგიყვანონ რა თორე შენ თუ საჭკვე ონლაინები წერე და ხალხმა მარტო მე დამუღამა ესე იგი ვერც ვერ მოიგებ ეგრე ფორმატია ეგეც სამწუხაროდ შოუზე არ არის ასეთი თლად რა ანუ მე რო ვთქვი რომ შოუს უნდა გქნაო ეგ ანუ არ არის სწორი ახლა დავფიქრდი პერფორმანსი უნდა იყოს უკეთესი ანუ ზოგადად უნდა შეასრულო უნდა შეფუთო რა საკაიფოდ კი გამარჯობთ ვიღაცამ დაწერა ლივაიმ დაწერა ზნება Flow Rivals-ის ჩემი ბეთლი რო ნახოთ რეაქცია მაინტერესებს სად ნახოთ აბა ჩალინკე და ბეთლი ამ დღეებში მოახერხებთ ან ამ დღეებში ან რავი დიდი თუ არა ახლა ამ ბეთლის მე შევხედოთ ჩალინკე ოღონ ჩვენ არ ვიცით ინტერნეტი ანუ გიომდე მივა ჩემი მიკროფონი ერთ რამეს ვიტყვი რა Holloway-ს და მე ვერ გამიქაჩოს აი ბაზრის დროს როგორც ეკვავს სწორედ best ჩილები აქ ეზოს მოძრაობა მოკლედ ჩვენი გიორუსიასთვის შევქმნათ ხმაური ჩამოაყალიბე რა როგორ რანაირად easy მოკლედ მეგობრებო easy არის ახლა როცა მესამე მოწოდებია ხო ლირიქსის ნაწილში ვიდეოში გიგას ვეთანხმები და დავამატებ იმას რომ შენი ლირიქსები ყოველთვის მევასებოდა და მომწონდა შენ მოუმატე და ის მისწორდება რომ იცი რა სპეციფიური სტილი აქვს მის მოედანზე გადმოხვედი პირველ რაუნდში და ეგ იყო ძალიან ხო ეს გადმოვიდა და ის ვერ გადმოვიდა. აუ წარმოიდგინე ტოტოს როიცა და მოსესნაირი ისა რა სტილი რომ აგრესიული დელივერი და არ მოუხდებოდა მაგრამ ცდილობად მაინც ღირდა Flow Rivals season 1. აი, შევხედოთ მაგას, ამას მოვჭეთ და ეს დავიმახსოვროთ. დასაფასებელი. მეორე რაუნდს გადავიკიდები მეც. მან ცოტა სხვანაირად მინდა დავალაგო. მეორე რაუნდს გაძლევენ შენ და გეტყვი რატომაც. შენც დაგავიცდა ორი სიტყვა, მაგრამ აი ძალიან ლაითად. შენ სულ რო ეს ბაგები არ ქონოდა თავიდან რო ვერ შეხვედი თუ რაღაც სწორად. არ ვიცი მართლა ამის ბრალი არის თუ რის ბრალი, ყოველ შემთხვევაში ჩემთან არ ბაგავდა. ბიჭო ამ სიტყვების დავიწყებას რა გაუღრაგეს. წინა ბეთლებში არავის თან. აუ ბიჭო მაგ პონჩი უყურე, ეგ არა ცუდი მიზეზი რო გააკრიტიკო, მაშინ უნდა შეინარჩუნო სტანდარტი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბეთლი იყო, даже პირველ სეზონში თუ რაღაცაში.
სიტყვის დამახსოვრება უკვე რაუნდის წაგებას ნიშნავდა. და ბეთლები იყო, როცა არაფერს არ ნიშნავდა სიტყვის დავიწყება. ამიტომ ანუ როგორც კრიტერიუმი არა, ასეთი კრიტერიუმი როს დავიწყება. ცუდია, მაგრამ თუ ყველა ჯერზე გააკეთე, ან ყველა ჯერზე ცუდია, ან ყველა ჯერზე უნდა დაიკიდო. ხო, რა ვიცი. ადრე სხვა შემთხვევაში ბაგას, მაგრამ ოკეი. იცი რა იყო? ამან ერთი დუხი რო დაიჭირა, მაგ ერთ დუხზე მიყვა მთელი რაუნდი და შენ თავიდან დამაკდა, მერე კი მოაყარე სიგიჟეები აკეთე, მაგრამ ნუ მეორე რაუნდი ტოტოს. პირველ რაუნდს რაც შეეხება ტექსტის მხრივ ორივე ძალიან დონე იყო და მომეწონა რაც მოვისმინე. ძალიან კაი ფანჩები ქონდათ, ორივეს ლაინები ქონდათ, ორივეს მაგას აი შენ იყავი უკეთესი ან შენ იყავი თქო, ვერ ვეთყვი. ოკეი. ეს ამბობს რომ იმის ფანჩი ყველაზე მაგარი. ბიჭო, ეს რაში ერევა, რა გიდა? თუ თანხდებით იმას რომ სუბიექტურია და სუბიექტურად აფასე დაცალე. თუ თანხდები რომ ობიექტურია, ნერვიულობს. season off-ია, გავაგიჟელოფია. უფრო ის მომეწონა რომ შენ ამის მოედანზე გადახვედი. ტოტო შენ არც ერთ რაუნდში არ გიქნია რომ აი ამის რაღაცეები ხო ხდები გადაუჯოკრო და იმეც შენაირად შემიძლია. მაგიტომაც პირველი რაუნდი შენ თავისი flow switch-ებით და ყველაფრით თუმცა მინდა აღნიშნო რომ ორივე ძალიან გაიზარდეთ. შენი პრობლემა იყო ტექსტის სწავლა და ეგ 99%-ზე შეასრულე. შენი პრობლემა იყო სუნთქვები. ყველა ბეთლის რაც მოვისმინე, ყველგან იმიტომ ვერ დადა ის დონე რაც შეგიძლია, იმიტომ რომ სუნთქვები არ ყოფნი და მე შენ გითხარი თავის დროს რომ ისეთი დაწერე რის შესრულებაც შეგიძლია და ძალიან გამიხადა და გამისწორდა რომ ეგ გაითვალისწინე. თუ არ უსმენდი მაგრამ იმას ამბობს ხო რომ შესრულების მხრივ უფრო მეტი შეუძლია და აი სუნთქვა რო ყოფნის ეგ წევს ძალიან უკან, თორე ნიკის თამბეთში ყოველ რაუნდში ორჯერ ვარ გაგუდულიყო, ჩემი აზრით წაიღებდა მაგას. ნიკის თამბელში ცოტა უკეთესიც ჭირდებოდა, ტექსტიც ჭირდებოდა, ძალიან პერფორმანსი. ტექსტს რო თავი განებო შესრულებაზე ცოტა მას იქნა რა. შესრულებას ჰქონდა აქცენტი ისე. ბიჭო, მომენტები იყო, რაღაც ნაირს მე აი ესე უწევდა მე დაწყება და ვერ სასრულებდა. მე პროსტა მიგვიშ მასე დროს ანუ როგორ ვერ უნდა შეამჩნიო მაქამდე ან ჩაწერამდე. ბიჭო, უყურე, ბეთლამდე მე ეგეთი დუღით უნდა შეასრულო შენით რეპეტიცია უნდა გაიარო რა. უყურე, რეპეტიციის დროს შუალბრად კი არ უნდა იბაზრო. და ისე კი არ 100%-ზე ერთხელ მაინც უნდა იბაზრო ყველა რაუნდი რომ ნახო იქ კაკაჩავ თუ არა. და მესამე რაუნდში ველოდებოდი შენგან ძალიან ბევრ switch-ებს, ველოდებოდი flow-ზე თამაშობ და ასე შემდეგ. დარწმუნებული ვარ რომ შეგიძლია, ნუ არ ვიცი რატო გადაწყვიტა ესე გაკეთება, ამ ადამიანმა ეგ გააკეთა და ნუ ბეთლია ჩუვაკ რა. ჩემი ხმა მედმოსეს. ერთ-ერთ უნდა ანთებდეს იმენა ყოას თავზე ესე რა ზევიდან რომ დაბრუნდება ყველა. მეტი ემოცია ჩავდა რეპეტიციის დროს არ გამოდის მაგდენი ემოცია. კი მართალია, მაგრამ მაინც უცად სადოს რა. საბოლოო ჯამში ბეთს თუ გაუფუჭებს, მაგას ჯობია ვიღაცა გააბრაზოს და აბეთლავს. მესვის რომ ზუსტი იმიტაციას ვერ გააკეთე ბეთლისას როგორც იქ იბაზრა, მაგრამ 80% რა თქვი სეზონი რაღაცა ესო ისო მეოთხე სეზონი მალე იქნება ალბათ. მოკლედ მეგობრებო, კიდევ ერთხელ მე საერთოდ არ მაინტერესებს სიმართლე გითხრათ ბეტლებზე, როცა აქ ვდგავარ, რომელი არტისტი მოიგებს და რომელი წააგებს რა. მე მიხარია, როცა აქ ვდგავარ, ხედავ ბეტლის მერე ხელის ჩამორთმევას, გადახვევას და გრძნობ იმას, რომ ეს ბიჭები მარტო ტოტოზე და მედმოსეზე არაა საუბარი. ზოგადად ყველა ცდილობს, რომ ერთად ვაკეთოთ ეს საქმე და ძალიან დიდი მადლობა, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ხართ რა. მოკლედ ჩვენ უკვე ვიცით გამარჯვებული ვინაა ჟიურის წევრებმა გვითხრეს, მაგრამ პატარა ესეთი ინფორმაცია მაქვს რა. მოკლედ შენის ნებართვით ვიტყვი 2 დღის წინ რო დამირეკე რა. 2 დღის წინ მირეკავს მედმოსე და მეუნება რომ მოკლედ 13-ს შევხედოთო და მერეო რო რამეო ფინალზე მინდა ბეტლიო რა. Yes. კიდევ ერთი სეზონს გარე ბეტლი. მე ამაზე პასუხი ვუთხარი რომ 13 რიცხვამდე მაცადე, იმიტომ რომ 13-ში დავადასტურებ კონკრეტულ არტისტს, რომელსაც ვთვლი რომ რომელთანაც ერთად გამოგივა ძალიან მაგარი ბეტლი. მოკლედ არანაირი მაჩრევანში არანაირი გამოწვევები თავიდან ბოლომდე ეს იყო ჩემი იდეა და როგორც ერთმა არიცოდა, ისე მეორემ არიცის რა. ასე რომ ეხა მე დავიძახებ MC-ს, ტოტოს დიდი პატივისცემით თხოვ რომ უბრალოდ თუ ეს სურვილი ექნება და დაადასტურებენ face to face-ი გამაკეთებინონ
მოკლედ თოვლისთვის შეგვიძლია თოვლკაბი თოვლი გუნდა არ გეხება იმად გადაი შევარდნაძეს მოუხანა აი ხა ესე რო უყურებ ძალიან არაბალანსებული ბეთლია მაგრამ ნახოთ ყველა არტისტი იზრდება მე იმედი მაქვს და ვფიქრობ რომ თოვლი იმაზე მაღალ დონეზე დადებს ვიდრე ხალხი ელოდება რომ თოვლი მოვა თოვლი იქნება აი რომ ისე დაარეაქტებს ვიზავთ დღეებში ბიჭო ერთი კითხვა მაქვს ახლა მოიცა რა ახლა უყურე ამ სეზონში მოხდა ასეთ რაღაც ორი ძალიან მაგარი MC დარჩა მოკლედ აი გუნდა მეთქვა მეოთხე სეზონის თუ რომელი სეზონია მესამეა ხო ფინალი ხო არის კამის ქაირისი ხო ფინალი უნდა ყოფილიყო კონტრა და მედმოსე არა კონტრა და ვენტუსა სხვა შორს ვენტუსა მაგარი ანდრეითით გაიჩნდა ამ სეზონში ვენტუსა ძალიან კარგად იმას ხდა ჩემი ეს დრო მიცემოდა შანსი კიდე უკეთეს დონეზე დადებდა ნახევარფინალში და ფინალში ძალიან კაი სანახავი ხდებოდა უყურე როცა ასეთი სეზონი გამოვიდა რომ ძლიერი მონაწილეები გარეთ დარჩა რა ის მედმოსე და თოვლი ჩანიშნე კონტრა ვენტუსა ან მედმოსე ვენტუსა მედმოსე კონტრა ისე იმას არ უნდათ შენ გონი სულ უნდა ხა ბეთლის და ჯერ კონტრა გავარდა ბულშიტი იყო კონტრა ფინალში და ყოფილიყო ამ სეზონში უეჭველი და ვენტუსას კიდე დაიჩაქრა იმიტომ რომ ხალხის ჰაიპი რაღაც ვაფშე არ მივიდა ვენტუსასკენ ბიჭო ხო ვენტუსა უბრალოდ ცუდ ვითარებაში ხო ანუ არ გაუმართლა ვენტუსას რომ ისეთი თამა მოხდა რომელსაც განსხვავებული რაღაც ქონდა მოტანილი და ხალხს დაევასა ამ ლაივში დაარეაქტეთო თხოვე სამწუხაროდ დღეს ბევრი დრო არ აგვაქვს უყურეთ კამითაეროს და ნახავთ ვინ უნდა ყოფილიყო ფინალში ჩემი ბეთლი არ დაგავიწყეთ კაი ჩვენ ლივაის უცხარით და ერთ რაუნდს ლივაის რაუნდს შევხედავთ და მე ალბათ გავუქრებით მაგრამ მოკლედ ხო რა ვიცი საინტერესო მატჩაპია მაგრამ ჩემი აზრით მაინც გასაკეთებელი იყო თორე რაღაც მომენტი მევასება ტექსტის გარტმაში ავარ ოღონდ ბიჭო ხვედასთან ბეთლი მაგის გაქვს ნაყურები არა კომენტარებში შეხედავ ყველა წესო წაშალიდეს ბეთლიო მაგრამ აუ გეტყვი რა მომენტი კარგად შავთობა არ მსტრიმში დიდი აბა ჩაწერე თოვლი ვისე ხვედე და მე ომალიზე და იმაზეც კი არ და დასტინ კორიეს და ჰოლოვეიზე ერთი ორი თქვა თოვლი ვისი